ეს არ არის ისტორია საშინელებათა ჟანრის ფილმიდან. სანდრო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ძალიან გონიერი და კონტაქტური იყო. საუბარიც მალე დაიწყო. ბავშვი ისეთ სითბოს გამოხატავდა ქუჩაში უცხო ადამიანების მიმართ, რომ ხალხი ჩერდებოდა. სესავით ბიჭს რომ ოფერებოდნენ. ერთ დილითაც დედამ გეგმიურად სრაზე წაიყვანა. მოულოდნელად მზე ღრუბრებში დაიმალა. ცა გაშავდა. ძაღლების განწირული ყმუილი კი ზეცას ხვდებოდა. 10 წლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სანდრომ საუბარი და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. სინათლეს თვალს ვეღარ უსწორებს. ოთახში სადაც ბავშვია არ შეიძლება ტელევიზორის შართვა, სინათლის ანთება და ფარდების გაძება. ბიჭუნას ორგანიზმი არანაირ საკვებს არ იღებს უკვე 5 წელია, მხოლოდ გადამუშავებული წიწიბურა. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ სანდრო იტანჯება. თურქი ექიმები გაეცნენ ბავშვის ამჟამინდელ მდგომარეობას და 90% იმედი არის, რომ ისევ ისეთი სანდრო დაგვებრუნდება. მაგრამ რა ქნას მარტო ხელადედამ, რა გაყიდოს, მას ხომ საკუთარი სახლიც კი არ აქვს. გახსოვდეთ, პატარა სანდროს უკვე ელოდებიან თურქი ექიმები. პატარა ანგელოზი კი თქვენ გელოდებათ. ღვთისმიერო ადამიანებო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.